FAS Group-ი აწვდის ბუღალტრულ, ფინანსურ, აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებას თითქმის ყველა ტიპის ორგანიზაციებს. ჩვენ ვართ ბაზარზე აქტიურად 2021 წლის მაისიდან უკვე და დღეს მდგომარეობით მომსახურებით 300-ზე მეტ ორგანიზაციას, როგორც ქართულს, ადგილობრივს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. 2024 წლის იანვრიდან გავედით უკვე გერმანიის ბაზარზე და ძალიან დიდი სიამაყით მინდა აღნიშნო, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი და პირველი ქართული ორგანიზაცია, ვინც ექსპორტზე გავიტანეთ ბუღალტრული და ფინანსური სერვისები. ევროკავშირის ბაზარზე შესვლა იყო ამოსავალი წერტილი, იმიტომ რომ ევროკავშირი გთავაზობს გარემოს, ჯანსაღ გარემოს იმისთვის, რომ ჩვენი ბიზნესი გაზარდოს სწორად, განავითაროს სწორად. ამისთვის არის ძალიან დიდი მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბიზნესის წარმოება ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ევროკავშირის ქვეყანაში, იმიტომ რომ იქ არის უამრავი რეგულაცია, რომელიც უნდა დააკმაყოფილო, ასევე ჩვენთან მაგალითად ინფორმაციის მიღება არის ბევრად უფრო მარტივი, ვიდრე და კომუნიკაცია სხვადასხვა სექტორთან ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ევროკავშირის ბაზარზე, მაგრამ ზუსტად იმიტომ, რომ ეს არის ძალიან დიდ ბიუროკრატიასთან დაკავშირებული, ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან არის სხვადასხვა ინსტიტუტები, რომლებიც კერძო ბიზნესს უწევს ძალიან დიდ მხარდაჭერას, მაგალითად ბერლინის სავაჭრო პალატა და ასე შემდეგ. ეს არის იმხელა ჩართულობა, რომ აი თვითონ გიგზავნიან ინფორმაციას, მაგალითად ახლა შეიძლება დახმარება გჭირდებათ ამ მიმართულებით და დაუკავშირდით აი ამას და ამას კონკრეტულად გიგზავნიან მეილებს, საგადასახადო მიმართულებით, ვთქვათ, მარკეტინგის მიმართულებით და ასე შემდეგ. ძალიან დიდი ჩართულობა და მხარდაჭერა რეალურად. ამიტომ ჩვენთვის ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, ასევე გაგზავნა როგორც ორგანიზაცია, იმიტომ რომ შევეჯახეთ და შევეხეთ სხვა ბაზარს, სხვა მოცემულობას, ისეც უფრო ფართო მასშტაბიანს, იმიტომ რომ ჩვენთან რეალურად რეგისტრირებული ორგანიზაციების რაოდენობა არის ბევრად უფრო ცოტა, ვიდრე ამხელა ბაზარზე, ხო? ბიზნესისთვის უმთავრესია, რომ მიიღოს მოგებაზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც არის, მიიღოს ფინანსური სარგებელი, მაგრამ გარდა ფინანსური სარგებელისა ძალიან დიდი რეპუტაციული სარგებელი აქვს ამას ჩვენი კომპანიისთვის, იმიტომ რომ ეს არის პრეცედენტი, როდესაც ორგანიზაცია გადის ექსპორტზე ამ მიმართულებით. შესაბამისად, ეს გვიხსნის გზას არა მარტო გერმანიაში, არამედ აი ახლა აქტიურად მუშაობთ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესასვლელად. შესაბამისად, ეს არის ერთმანეთთან ჯაჭვურად, როდესაც ერთ ქვეყანაში ვთქვათ, ცდილობ თავის დამკვიდრებას, ავტომატურად ეს გიხსნის გარს სხვა მიმართულებით სხვა ქვეყანაში და ასე შემდეგ. ეს რეპუტაციული სარგებელი, რასაც გულისხმობთ, ზუსტად ამას მოიაზრებს, რომ ხარ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, ესე იგი აკმაყოფილებ ხარისხს, ესე იგი ხარ მოწოდების სიმაღლეს, იმიტომ რომ იქ არ განიხილება რეალურად, რომ ვერ დადო შესაბამისი ხარისხი. როდესაც ქვეყანა არის ინტეგრირებული და ასე ვთქვათ, ბიზნესი ოპერირებს იმ წესებით, რაც მოთხოვნაშია ევროკავშირის მიერ, თითოეული ადამიანისთვის ეს არის პირდაპირ პროპორციულად, აი ყველა მიმართულებით ბენეფიტი, როგორც არის ეს იქნება ანაზღაურება, დაცული შრომის უფლება. როდესაც გადიხარ ექსპორტზე, ანუ შენი ორგანიზაციის გარდა წარმოადგენს შენ ქვეყანას და პირდაპირ კავშირშია ჩვენი ოპერირება ჩვენი ქვეყნის კურსთან. ეს არის პირდაპირ კავშირში, იმიტომ რომ თუ ქვეყნის კურსი არ ემთხვევა, ვთქვათ, ევროკავშირის მოლოდინებს, ძალიან რბილად რო ვთქვათ, ასეთი ქვეყნიდან ჩასული სერვისიც სარგებლობს ნაკლები სანდოობით. აი მაგალითად იმისის შემდეგ ჩვენ უკვე ცოტა პრობლემები შეგვექმნა იმ მხრივ, რომ ჩვენთან აი ახალი კონტრაქტების დადებაზე შეიკავეს თავი. რა თქმა უნდა, ეს არავის უთქვამს, რომ იმიტომ, რომ თქვენი ქვეყანა კურსიდან უხვევს, მაგრამ ეს არის ძალიან ცხადი, რომ ურჩევნიათ გქონდეთ ურთიერთობა ხანგრძლივ პერსპექტივაში ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც მათ ფასეულობებს იზიარებენ. და ის რომ ვთქვათ, ჩვენ როგორც ორგანიზაცია ვიზიარებთ ევროკავშირის ფასეულობებს, არ არის საკმარისი, იმიტომ რომ წარმოვადგენთ საქართველოს და შესაბამისად საქართველოს უნდა იყოს იმ რელსებზე, რა რელსებზეც ვიდექით ერთი წლის წინ. არ მინდა რომ ეს სცენარი განვიხილო, რომ ვთქვათ, ჩვენ ნამდვილად დავრჩებით ევროკავშირის მიღმა
რადგან უკვე საკმაოდ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა და შესაბამისად ეს გამოიწვევს ძალიან დიდ ფინანსურ კრიზისს, პირველი სხვა ყველა კრიზისს რომ თავი დავანებოთ, მე რაზეც ჩემი კომპეტენცია ყოფნის იმ მიმართულებით ვისაუბრებ, როგორც არის ფინანსური საკითხები და ეკონომიკური საკითხები, შესაბამისად ეს გამოიწვევს ინვესტორების გადინებას, რაც რეალურად უკვე დაწყებულია მეტნაკლებად და გამოიწვევს სამუშაო ძალის შემცირებას, იმიტომ რომ რეალურად ორგანიზაციებს მოუწევს თანამშრომლების გათავისუფლება იმისთვის, რომ ხარჯები დაფარონ და ეს თავისუფალი კადრები ან სადმე სხვა სამსახური უნდა იყვნენ, ან ქვეყნიდან მოხდება მათი გადინება და ეს კადრები, რომლებიც ეხლა არიან რეალურად მიმდინარე ბიზნესებში დასაქმებული, ანუ ძალიან კარგი მონაპოვარია ჩვენი ქვეყნისთვის ისწავლეს, გადაამზადეს ეს ხალხი და შესაბამისად ასეთი კადრების დაკარგვა ძალიან უკან დახევს ნებისმიერ ბიზნეს სექტორს.